პრეზიდენტის დაცვის საკითხი აქტუალობას არ კარგავს. განცხადებას ამჯერად უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური აკეთებს დეპუტატმა ჟურნალისტებს ერთგვარი ანდარიში წარუდგინა. მისი თქმით, ცვლილებებამდე პრეზიდენტის დაცვის ბიუჯეტი 42 მილიონი ლარი იყო. მას ემსახურებოდა 12 ესტრუტი, რაც საბოლოო ჯამში 200-ზე მეტ მანქანას მოიცავდა. ცვლილების შედეგად კი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ორ ნაწილად დაიყო. ერთი ნაწილი კვლავ რჩება პრეზიდენტის დაქვემდებარებაში, სულ დაცვის 400-მდე თანამშრომელი. ბიუჯეტი კი 7 მილიონი ლარით განისაზღვრა. გარდა ამისა, პრეზიდენტს რჩება უფლება თავად დანიშნოს და მოხსნას საკუთარი დაცვის უფროსი. ძიძიგური იქვე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის ისარგებლებს თუ არა ის სახელმწიფო დაცვით, რადგან ამას უშუალოდ კანონი არეგულირებს. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს აქვს თავისი უფლებები, მოვალეობები, გაწერილია ძალიან მკაცრად მათი საქმიანობა. თანამდებობის მაღალი პირების გადასაწყვეტი არ არის ისინი დაცვის გარეშე ივლიან თუ არ ივლიან. ეს რეგულირდება კანონით, ასეთი რეგულაციების მთელი დოკუმენტები და საკანონმდებლო აქტები არსებობს, ამიტომ პროცესი გაგრძელდება ჩვეულებრივად აი ამ რეგულაციების შესაბამისად.